საღამომშვიდობისა მეგობრებო, თუ უკვე ღამომშვიდობისა. სამყაროს კანონები. არ უნდა ვაკონტროლოთ ადამიანების, სიტუაციების, სამყარო მაინც ისე გააკეთებს, როგორც საჭიროა. ამიტომ ჯობია მივენდოთ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ გავიაროთ გაკვეთილები და მივხვდეთ, რისთვის ვართ მოსულები. ჩვენ შინაგან ხმას მოусმინოთ. თუ არ ვუსმენთ და ვაიგნორებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ, სამყარო გვიგზავნის გამოცდებს, ხშირად მწარეს, რომ დავფიქრდეთ, რატომ ხდება ასე. მიზეზ შედეგობრივობას მივაგნოთ. მივხვდეთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა არის ჩვენი დანიშნულება აქ დედამიწაზე. ყველამ საკუთარი შემოქმედება უნდა ვიპოვოთ. თუ დახშული გვაქვს შინაგანი ხმა, გვიგზავნიან კარმულ ურთიერთობებს, კარმულ სიტუაციებს, კარმულ პარტნიორებს. გვიქმნიან სიტუაციებს, სადაც ყველაფერი არაფერს ნიშნავს და არაფერი ყველაფერს ნიშნავს. ჯანმრთელობა, ფინანსები, მენტალობა, რესურსები, უენერგიობა და მაინც გვძინავს და ვხვდებით, რატომ და რისთვის მოვედით. გვაგდებენ ტრანსფორმაციაში, სხვანაირად არ გამოდის. მივიღოთ ის, რასაც გვაძლევს სამყარო, მიმღებლობა ვისწავლოთ და მადლიერება. მადლიერება არ ნიშნავს მხოლოდ მადლობის თქმას. გულით უნდა ვიყოთ მადლიერი, რაც ხდება, ყველაფერი ჩვენთვის ხდება და ის მომენტი, რომ რაღაც არ ვიცით, არ გვიხსნის პასუხისმგებლობას. რეალურად ვიცით, უბრალოდ არ გვახსოვს და როცა ამბობენ, რომ არ ცოდვაო, ეს არ არის სიმართლე. ჩვენ თუ ბალანსი არ დავიცავით ყველაფერში, ურთიერთობაში, ნებისმიერ რამესთან მიმართებაში აუცილებლად ვსხავთ, იმდენად, რამდენადაც არ დავიცავით. და პლუს კიდევ იმასაც გააჩნია, სად არ დავიცავით, ვისთან არ დავიცავით და თუ ისეთი ადამიანის ველზე მოვხვდით, რომლის ენერგიებს იცავენ და ჩვენ თუნდაც გაუცნობიერებლად არ დავიცავით ბალანსი, მაშინ აუცილებლად ვსხავთ, მით უმეტეს თუ გაცნობიერებულად ვაკეთებთ. უბრალოდ სტაგნაციაში მოვყვებით. ეს სამყაროს კანონია. ვიცით თუ არ ვიცით, არ აქვს მნიშვნელობა. დღეს ცოტა მკაცრი ვარ მგონი. მინდა რომ გამოვხიზდეთ, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. კომფორტიდან უნდა გამოვიდეთ, რომელიც სინამდვილეში არაკომფორტულობაა, ტყვეობაა. უცებ არ ხდება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა. ხშირად ძალიან მწარეა. რთულია. რაც წინ მივიწევთ, თითქოს უფრო რთულდება, თუმცა სხვანაირად ვხედავთ ყველაფერს. ყოველ წვიმაში ვხედავთ მნიშვნელობას, ფასს ვაწყობთ და გამოგდის სურათები. და ჩვენი ფიქრებით და საქციელებით შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მომავალი, რომელიც მრავალია. როგორც რანაირადაც ვფიქრობთ, იმ გზაზე გავდივართ, იმ ტოტზე გავდივართ. და თუ დღეს ჩვენ ერთ რამეს ვფიქრობთ, მაგრამ უცებ მივხვდით, რომ ეს არასწორია და სხვანაირად დავიწყეთ ფიქრი, სხვა ტოტზე გადავდივართ, ცხოვრების სხვა გზაზე გადავდივართ. რას ვირჩევთ, ეს უკვე ჩვენზეა. თუმცა აქ მოსვლის დანიშნულება არ გაუქმებულა და მას უნდა მივაგნოთ, გავიხსენოთ, გავიაზროთ, რისთვის ვართ აქ მოსულები. ბედნიერი ღამე ყველას.